ტაილანდელი ზედა რომ პირველ რიგში დამეწყო საუბარი. წაგწია წინ რეალურად, რომ კი, რო ჩამოვედი ჩვენ ბიჭებთან, ვისთანაც ყოველდღიურად მიწევს მომზადება სპარინგი, ყველა მაგნიშნა რომ ვაფშე შეცვლილი ხარო, გამოცდილება უფრო მეტი მივიღე. უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, უფრო მეტად უშიშარი გავხდი ოპონენტთან წინ პირველ ნომრად მუშაობისას. კი, დამეხმარა, ძალიან დამეხმარა. და ისე რას ატყობ ნელა? შენ ის მებრძოლი იქნები, ვინც ფეხზეც წინ წავა ხოლმე? თუ გირჩევნიათ, მაგ იდგე, დაელოდო, შეცდომა დაუშვას, თუ წინ. სხვათა შორის ჭიდაობა კარგად გამომდის და თუ ჩავიყვანე პარტერში ისეთი კონტროლი მაქვს, რომ პირიქით ისიღლება, მე უფრო არ ვიღლები, მაგრამ დგომში ჭიდაობას მირჩევნია, ისეთი დამღლელია დგომში ჭიდაობა, რომ მირჩევნია, რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ ეგრე მოხდება, როგორც თოფურიას სტილი ახლა ყველამ კარგად ვიცი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ეგ სტილი შევისწავლო და ეგ სტილი ვიჩხო. ხო, და მაგარი იქნება. ეხლა ამ ქარდზეც ვფიქრობ, რომ დგომში უნდა ვიმუშაო და უფრო მეტი გამოცდილებაც მივიღო. არ არის გამორიცხული დგომში დავანოკაუტო. ხო, ეგ უნდა მეკითხა, რომ შენი პროგნოზი რა არის თქო, მაგრამ იცი კიდე პირველ რიგში, მანამ სანამ მაგას კითხავდი, რის თქმა მინდოდა, რომ ჯერ მაინც გახსოვს შენ როცა პირველად გქონდა ინტერვიუ, თქვი რომ სანამ დარწმუნებული ვარ, მანამდე ვიჭიდავებ რა და ესე იგი შენ რეალურად ეხა ეგ შეგეცვალა ეხა რეალურად ხო იმიტომ რომ იგზენი რომ შეგიძლია ფეხი ხო? კი, ვიგზენი ტაილანდის მერე ბევრი რამ ვიგზენი აღნიშნე წელს, იმიტომ რომ იქ მეგობრულად არავინ არ გესპარინგება და სხვათა შორის რამოდენიმე დარტყმა გავატარე ძლიერ ბიჭებთან და ლოგიკურიც არის ეხა. ხო, მთელი ცხოვრება როგორც მე ძიუდოში გამოვდიოდი, ისინი მთელი ცხოვრება კრივში და MMA-ში ემზადებიან. კი ბატონო. მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, თავდაჯერება მომცა და მაგიტომ ვფიქრობ, რომ თან ეხლა ოპონენტი ისეთი მყავს, რომ უფრო მეტად ჯიცერია, პარტერში ჭიდაობს უფრო და შევეცდები, რომ დგომში წავიყვანო ჩხუბი და გამოცდილება უფრო მეტი მივიღო. კი ბატონო. თვითონ ტაილანდური კრივი და მუიტაი ზოგადად მაინც განსხვავდება ახლა კლასიკური კრივისგან რა. და გახსოვს ჩვენ ფეხზე რო ვისაუბრეთ, რომ მე არ ვარო ის ბიჭი რა ის მებრძოლი არ ვიქნები, რომ ახლა ძალიან ბევრი ფეხი ვიქნიო რა. აი, ფეხის დაბლოკებზე ალბათ ძალიან დაგეხმარებოდა ტაილანდში გატარებული დრო და აი ფეხზე როგორ ავითარებ კიკბოქსინგის ხარეს შეგიძლია ვისაუბროთ. გააჩნია როგორ ოპონენტს ესპარინგები, თუ არის კიკბოქსიორი და ძალიან გამოცდილი MMA-ის მებრძოლი, ჯობია თან დამწყებმა და მით უმეტეს მოჭიდავემ, ჯობია რომ ფეხი არ გამოიყენოს. იმიტომ რომ წამის მიასეთში ურტყავენ რა, ძალიან სწრაფები არის, ხელით კი და დაგასწრებს ისე დროს შეიძლება დაგასწროს ფეხის აწევის დროს, რომ შეიძლება გაგთიშოს რა და მაგ შეცდომას არ დაუშვებ და არც გაურისკავ. ზოგადად ამ სპორტში არ გაურისკავ, 1%-საც არ გაურისკავ რა, იმიტომ რომ საშიში სპორტია, ყველამ კარგად ვიცით, წამებში შეიძლება უცბად და всё, გაითიშო ადამიანი. შეიძლება ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ნიკაპს ძალიან პატარა დარტყმა ჭირდება, რომ გაითიშოს. დათმანი ფეხი ძალიან საშიშია. კი, გააჩნია ახლა თუ მოჭიდავე მხდება და გრეპლერი მხდება, შესაძლებელია რომ გამოვიყენო, მაგრამ გამოცდილ MMA-ის მებრძოლთან და კიკბოქსიორთან არ გამოვიყენებ. და ამებზე, აი ამ დარტყმებზე იქ რამე ის ქონდა, გაჩვენეს ან რაღაცა. პროცესში სპარინგის დროს ვეღარ ვგზნობ უკვე, მიეჩვია რა, აი თავიდან გამიჭირდა, ყველაფერი მткиოდა, მაგრამ უკვე ახლა რომ გადავერთე მაქსიმალურად 100%-ით უკვე ეს ტკივილი თითქოს გაქრა. თქვენ ფეხები ესენი გამაგრებულები გაქვთ ხო ძიუდოისდაც ისე? კი, ნუ ცერებს ახლა ხშირად ვაკეთებთ და ნუ ესეთი გამაგრებული არ გვაქვს, როგორც აქ აქვთ. დამოვიწყდა რა სიძახიან ვარჯიშის ბოლოს ვაკეთებთ ხოლმე რა დარტყმებს. დარტყმებს თუ აი ჯოხით რო იმაშვებიან ხოლმე. არა, ჩვენ უფრო ფეხებით რა, ერთმანეთის ფეხებს ურტყავთ ფეხებში. ნაბიუკები ქვია, როგორც ვიცი და ამიტომ ვაკეთებთ ხოლმე, რომ ფეხები კარგად გამაგრდეს და ნუ პროცესში ისე ხარ ჩართული და გახურებული, რომ უკვე ამ დარტყმებს საერთოდ ვეღარ გძნობ. ხო. დაჟე პირველ ნომრად რომ მუშაობ, რასაც დავაკვირდი, რომ შედიხარ საჩეხაოდ, შეიძლება რამოდენიმე დარტყმა გაატარო, მაგრამ არ ითიშები. ხო არა. მეორე ნომრად რო ხარ და მაშინ რო ხდება, მაშინ უფრო ითიშები. ხო.
ანუ როცა თავს იცავდა ის გიტევს, მაგ დროს უფრო დიდი შანსია. კი, და როცა შენ მიდიხარ პირველ ნომრად, აი ხა და გისვავს რაღაც დარტყმას, უფრო კი, იტან. ხა თოფურიას ჩხუბებს რო გადავხედოთ, რამოდენიმე დარტყმას ატარებს, ხო? კი. მაგრამ ბოლოს ეს თიშავს. არა, აი ეუბნება. პირველ ნომრად მუშაობა ეგ არის. ბოლოს მე დაგარტყავ. კი, ეგრეა. ხო, ტაილანდის ციფრით მართლა ძალიან ეფექტური იყო და ეხლა ჩამოხვედი და მნიშვნელოვანი ქარდია, ხო? მართლა ძალიან კარგი ქარდი შექრა IFC-მ. მესხი დაგემატად ლევანი ჩხუბობს. ეხლა ბიჭები, აი ვინც იმ ქარდზე ხართ, ძირითადად ერთად ვარჯიშობთ ეხლა? ძირითადად გვიწევს კი სპარინგებზე უფრო გვიწევს ხოლმე ერთობლივად ვარჯიში. სასიამოვნოა ესეთი კარგი სპორტსმენების გვერდით რომ გიწევს ივენტზე გამოსვლა. ძალიან ძლიერი ბიჭები არიან ეხლა. ცოტნე სულთანიშვილი უძლიერესი სტრაიკერია, ლევან მაყაშვილი ყოფილი UFC-ის მებრძოლი და უჭკვიანესი მებრძოლი. ეგნატაშვილი, უნდა აღვნიშნო ეს ბიჭი ძალიან ძლიერი ბიჭია, უბრალოდ რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე, როგორც ვიცი, ვერ იღებდა მონაწილეობას და ამტკიცებს თავისას აუცილებლად. დაგვემატა ლაშა მესხი, ყოფილი ძიუდოისტი, თან გამეხარდა, ორი ძიუდოისტი ვიქნებით ყოფილი. და მოკლედ ძალიან მაგარი ივენთი იქნება, კაი სანახაობები იქნება. დიდი ხანია, ჩემი აზრით, ესეთი ივენთი არ ყოფილა საქართველოში. მეც მაგის მამინდოდა ზოგადად ჩვენი საუბრის მიზანიც ეგია, რომ ძალიან მინდა, რომ მარტო UFC არ არის MMA რა. საქართველოში ძალიან საინტერესო ივენთები იმართება და IFC-ის 4 აპრილის ივენთი ახალ სპორტის სასახლეში, აი ძალიან მაგარი ივენთია და ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ. რაც შეეხება ისევ შენს სამომავლო გეგმებს. აი ხა ეს აი დაჩქარდა ხო უცბად ჩამოხვედი მეორე ჩუბი 2026-ში ამ ჩუბის შემდეგ ფიქრობ რომ შეძლებ ჩატევას მესამესას. კი. ანუ გეგმაში არის ეგეთი. ფიქრობ რომ ამ ჩუბის შემდგომ თუ მოასწრო და IFC-მა ჩაატარა ორი ივენთი კიდევ აუცილებლად ვიჩხუბი ბატონო. კი. ეკა, მაინც რომ მალე გადის 30 წლის ვარ, მაგრამ მაინც მალე გადის და უკვე ფიზიკურად ყველანაირად გამოცდილებას ვიღებ და ეს ჩხუბიც ხა იხელა გამოცდილებას მომცემს რომ დამანახებს თუ სად უნდა ვიყო და რამდენი შემიძლია. კი ბატონო. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს პირველი რამდენიმე გამარჯვება 5-0-ზე, 6-0-ზე იმაზე გეფიქრება ხოლმე რომ ფინიშები ეფექტურად რომ ცოტა ხმამაღლა დააკაკუნო თქვათ UFC-ის კარზე ან უფრო მაღალი დონის ორგანიზაციის კარზე ევროპაში იქნება თუ ამერიკაში თუ ეხა უყურებ რომ ხელი ამიწიო. რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენი უყურებს იმას რომ ეფექტური გამარჯვებით დაასრულოს, უფრო მეტად გამოჩნდეს ეფექტური გამარჯვება ეხა ეს არ უხარია და უცბად ვარდება და ყველას უხარია, მაგრამ ფიქრობ რომ გავაკეთებ ნოკაუტს, მაგრამ სადაც მომეცემა საშუალება დაბლა იქნება თუ მაღლა იქნება თუ საჯების გადაწყვეტილებით იქნება მაქსიმალურად შევეცდები. მთავარია ჩემთვის ამ ეტაპზე რომ ხელი ამიციონ და შედეგი დაიწყოს. კი ბატონო. რეკორდი გაკეთდეს. ხო რა, რეკორდი. ნუ ეგ ფიქრი სულ მაქვს, ეხა ძიუდოშიც ეგ ფიქრი მქონდა რომ ლამაზი გდება გამეკეთებინა, ეფექტური გდება გამეკეთებინა, ხალხის ოვაციები ძალიან მიყვარდა და გინდა კი არა ეხლა ჩვენ თავდაბლურად ამბობ მაგაზე. ეგ იყო შენი კარიერა. ეგეთი სტილი მქონდა ალბათ და მინდა კი რა თქმა უნდა რა როგორ არ მინდა. ეკა ეხლა თან ჩხუბებს უყურებ ხოლმე, თქვათ UFC-ში რაღაც აი მოუსარის ჩხუბი იყო ეხლა მერფისთან, ეხლა ადესანია ჩხუბებს. ეს რაღაც ჩართული ხარ თვალსადევნებ ხოლმე? კი, რაც MMA-ზე გადმოვერთე, უყურებ ხოლმე. ბევრი ჩხუბები არ მაქვს ნანახი და უყურებ ხოლმე, იქიდან გამოცდილებას ვიღებ. ხო. ძიუდოში სხვათა შორის ამ ყველაფერს არ ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას. ძალიან ბევრი მეუბნებოდა რომ უყურე, ნახე, რას აკეთებს, როგორ აკეთებს, გარედან ყველაფერი უფრო კარგად ჩანს. ეხლა ჩავერთი, ალბათ ძიუდო მიმხელა გამოცდილება მომცა, რომ აქ უკვე ძალიან პროფესიონალურად ვერთვებ. აი ფაქტიურად გაიცი ჩემ შემდეგ შეკითხვას პასუხი. სულ იყოფა მებრძოლები რა, ზოგი არის რომ მე მწვრთნელი მეტყვის
წვენის საქმეა რომ უნდა უყუროს და მე წვენი რასაც მეტყვი ვენდობი და იმას გავაკეთებ და ზოგი არის რომ აი მანიაკები არიან რა მებრძოლის თავისი მეტოქის ვიდეოებს ჩაუჯდებიან აკვირდებიან რაღაც დეტალებს სხვათა შორის ილიას აქვს ძალიან მაგარი ანალიტიკური გუნდი ყავს ხო რაღაც ოკტაგონზე კუთხეს 5 ქვია ამას რიანი ქვია ითვლიან აქ რამდენს იქნებს რაღაცა და ზოგადად მომავალში როცა შენი გუნდი უფრო დიდი იქნება კი ჯერ მაგდონეზე ვერ ვარ ხო ნუ რეალურად დათვა უნდა ეხა კი რა თქმა უნდა ეხა წარმატებიდან გამომდინარე ყველაფერი ჩამოყალიბდება კი ხო ყოველდღიურ მუშაობაში იქნება აუცილებლად ფიზიკური მომზადება ვარჯიშის ინტენსივობა ჯიუდოდან MMA-ზე რო გადმოერთვე აიწია ჩაცოტა ჩამოიწია როგორ შეიცვალა საუბარი ჯიუდოში ძალიან რთული ვარჯიშებია უფრო მეტად გიწევს ფიზიკურად ვარჯიში უფრო მეტად დიდი ხანი გიწევს ვარჯიში თუნდაც ტატამზე თუნდაც სხვა ტკებით სხვათა შორის არაერთხელ აღვნიშნე დარბაზში რომ ჯიუდო ბევრად ტრამვირებული სპორტია ხო არა აქ თუ არ გაითიშე ტრამვა საერთოდ არ გაქვს და იქ მუხლის ტრამვები ხშირია მხრის ტრამვები ხშირია ნუ ფიზიკურად ძალიან ძლიერ წონებზე გიწევს ვარჯიში და თიაქ არის ოპერაცია ახლა თითქმის ყველგან გაკეთებული აქვს ხო არა კი გიწევს რა იქ ახლა რაც უფრო გამძლეობაზე მეტად დიდხანს მუშაობ მით უფრო გჭირდება იმიტომ რომ მთელი დღე მიდის პროცესი შეჯიბრის და ბევრის ბორი ხო ალბათ აქ ახლა უფრო აი ეს ბოლო თვე თითქმის თითო ვარჯიშებს გავდივარ ორს ვამატებ მარტო ლაპებს ვამატებ საღამოობით და იმას რა ქვია კროსფიტს კროსფიტი კი გამძლეობის რა ძალიან მაგარია კვირაში ორს ვამატებ ძალიან მაგარია და შაბათობით რიოკები და კროსი მაინც კროსს არ ვკარგავთ რა ნუ ეხა ბევრი ფიქრობს რომ კროსი არ ვარგა მაგრამ მე ეს რა მე ყველა მებრძოლი ვინც გენიოსები ვინც უხდე ყველა დარბოდა რაღაცა კილომეტრი კი აუცილებელია მაგრამ რაც თავარია უნდა მიხვიდე და სპარინგზე დაიხარჯო მაქსიმალურად აი ეხა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაგალითად შონ სტრიკლანდი იძახის რომ ყველაზე ბევრ სპარინგოფო და ყველაზე ცოტა მხვდებაო და სხვათა შორის მაგალითად ჯორჯ სენ-პიერი ამბობს რომ რაღაც პერიოდის მერე მე სპარინგიო შევწყვიტეო ჩხუბიო უკვე ვიციო და ზედმეტი ზიანის მიღება ვარჯიშებზე აღარ მინდოდაო შენ როგორ უდგები სპარინგების რაოდენობას ყველა ინდივიდუალურია ყველა სხვანაირი შეხედულობა აქვს ეხლა მერაბი როგორც უცი დარბაზში რო შედის ეგრევე სპარინგს იწყებს ხო ყველას თავისებური მიდგომა აქვს ჩემთვის ჩვეულებრივი პროცესია რა აი ვარჯიშის ნაწილია ხო ზედმეც არ ვიგონებ არაფერს უბრალოდ შევდივარ ხურდები და რამდენის არის სპარინგი 7 იქნება თუ 6 იქნება თუ 10 იქნება ვცდილობ რომ ბოლომდე ვისპარინგო ეგ არის კი ბატონო კვირაში 2 დღე კვირაში 2 დღე სპარინგი კვირაში 2 დღე დანარჩენი დამუშავებები ჭიდაობები ტექნიკური დრილები და თათები რა დამუშავება ეხა ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია იქიდან გამომდინარე რომ მაინც შესასწავლია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ჭიდა ის სტრაიკერები განსაკუთრებით ყოფილი მოკრივეები კიკბოქსერები ესეთი ვარჯიშები აქვს რომ აი რაღაც პოზიციიდან იწყებენ ჭიდაობას დგებიან და გადადიან ხოლმე თათებზე აი ნაჭიდავები ხელებით კრივი და ასე შემდეგ აი მაგაზე როგორ ეწყობ მუშაობთ ძნელია რაც შეიძლება ამაზე ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმიტომ რომ ყველაზე დამღლელია ჭიდაობიდან უცბად სპარინგზე გადახვიდე სხვათა შორის დგომში იმდენად არ ვიღლები როგორც ჭიდაობაში ძალიან დამღლელია და ნებისმიერ სპორტსმენს ეხა რო ვკითხო ალბათ მაგას გეტყვის მერაბის გარდა მოჭიდავეებს არ უნდა რომერო კაცი ოლიმპიადი ჩემპიონია ცხოვრებაში არ უჭიდავია MMA-ში იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ შერასაც ამბობ რომ ძალიან დამღლელი არის და ესე იგი ამ დაღლილი ნაჭიდავები აი რაღაც გასიებული ხელებით დარტყმა და ზოგადად დგომის შენარჩუნება ძნელია ხო ძალიან და ამიტომ არის საჭირო რომ 5 რაუნდი უნდა გადააბას ყველა ბოლომდე უნდა რომ დაიღლება მაინც უნდა გააგრძელოს რომ ის 3 წუთი იმის ფიქრი არ კონდეს რომ აი და დავიხარო ხო აი სპორტსმენი საერთოდ თავს ავლენს ხოლმე როცა დაღლილია ესე რომ მაგრად რო იღლებიან და მაინც მაგრად იბძვიან ხოლმე აი მათ ხო რა ხასიათი ჩანს და შენ ჯიუდოში ქონია ეგეთი სიტუაციები სადაც აი იგზენი რომ რისგან ხარ დამზადებული კი ეხა ისეთი რაღაც მითხარი ეგრევე გამახსენდა ის დღე რომელი მითხარ მოგვიყევი ეგ დღე გერმანიაში ვიყავით დუსელდორფის გრან-პრი იყო ფინალში გადასასვლელი ლიპარტელიანთან წავაგე მაშინ მანამდე შემხვდა კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი
და სამშვიდოს მიგებდა, მეოთხეში და უკვე ავტომატურად მოხსნა. აი როგორი დაღლილი ვიყავ, იცი კაკი, ერთი სული მქონდა, ოღონდ ახლა აქედან გავიდე. მორჩეს ეს ყველა. აი ესე ვდგევარ რა, მუხლებზე ვიკიდებ სულ ხელებს და თან იმას ვფიქრობ, ანუ როცა შენ თვლი რომ პროფესიონალი სპორტსმენი ხარ და იქ ძლიერი ხარ, დაღლილზეც უნდა მოიფიქრო ისეთი რაღაცა, რომ შეიძლება რომ შემოატრიალო. კრეატიულობა არ უნდა დაკარგო დაღლილობას. კი და ზუსტად ერთი ლეთს ველოდებოდი და ალბათ მაგაში ჩავდე ის 1% ანუ დაინახე რომ გამოდიოდა. ის გამოვიდოდა, ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ კორეელებს და აზიელებს იქიდან ხშირად ვახეთქებდი ხოლმე თითქმის ყველას და ზუსტად ის ჩავლება აუღე, მუზახვატის ხელი არ მივეცი რა, არ მოვაკიდებინე და დავახეთქე იპონს ბოლო წამს. გვაჩვენ ვიქარი. გაკვირვებული დავრჩი კი. ეხლა მინდა რომ აი ამ MMA-ის სამყაროზე ვიღაც ცნობილ მებრძოლებზე შენი აზრი გითხრა. აი რაღაც შედარებებს მოგცემ და შენ რომელი გირჩევია. მაგალითად, ხაბიბს უფრო მაგარი კარიერა ჰქონდა თუ ისლამს შენი აზრით. აი დღეს რო დაამთავროს ისლამმა კარიერა, ვინუს უფრო წინ დააგენა. აი როგორი კუთხით შევხედავთ გააჩნია. ნუ კარიერულად, ვის უკეთესი კარიერა ჰქონდა? მაინც დარტყმა გაატარა გაითიშა. ანუ ეგ მაინც ხაბიბისკენ მაინც 39-ზე დაამთავრა ხაბიბს მაგავედუმა და თან ისე დაამთავრა რომ თითქმის ფინგალიც კი არა უღია. დაცვით მართალია. ნუ დაცვებით აჯობა, მაგრამ შენ რასაც ამბობ, ეგ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ მაინც ზიანის გარეშე რომ კი ზიანის გარეშე და თან 0-0 აწერია, თან უფრო მეტად ცნობილი ადამიანი, უფრო მეტად იცნობენ და უფრო მეტად პატივს სცემენ და აი ხაბიბია მაინც რა, კი. უფრო მაგარი. ჯონ ჯონსის არაერთი უამრავი სკანდალში არის გახვეული, სტეროიდების ამბები, ავარია, იქ რაღაც პოლიციები. სპორტსმენს შენ თვალში აკრინებს ეგ რაღაცები? აი ჯონ ჯონსზე რო ამბობენ, რომ ყველაზე მაგარია ჯონ ჯონსი. მე რო იტყვი, რომ 5 ჯერ გამოიჭირესო სტეროიდებზე, დიფუჭებს წარმოდგენას? რა დროს გამოიჭირეს გააჩნია, მზადების პროცესში გამოიჭირეს, მე ეს არ ვიცი. კორმიერს რო გათიშა მეორეჯერ. მან ამოუგდეს და ეგ ჭუბი გაუქმებულია. ჩემი აზრით, ვინც ესე იქცევა, ყველას უნდა მისცე დისკვალიფიკაცია. არ შეიძლება, იმიტომ რომ ის სტეროიდი 2-ჯერ მეტად, 3-ჯერ მეტად ძლიერს ხდის, არა ბუნებრივ ძალას გაძლევს და ის სუფთა ადამიანი რომ მოდის და გეჭიდავება და გეჭუბება, არ შეიძლება. საშიში არის პირველ რიგში. დისკვალიფიკაცია უნდა იყოს, ვინც მართლა იღებს და ჩემი აზრით, ყველა ორგანიზაციაში უნდა კონტროლდებოდეს ეს. იმიტომ რომ ფაქტია, რომ UFC-ს გარდა ძალიან ცოტა ორგანიზაცია, სადაც კარგი რატო მე თუ სუფთა ვარ, შენც იყავი ახლა თანაბარ პირობებში უნდა ვიყო. კი, ყველგან უნდა იყოს ამის კონტროლი, ჩემი აზრით. შენი აზრით გითხარი 5 MMA-ის მებრძოლი, ნუ დავაყენებ პირველი მეორე. აი ჩამოგითვალე, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შენი აზრით არიან ამ სპორტის მეფეები რა. ემილიანკო, ხაბიბ ნურმაგომედოვი, თოფურია რა თქმა უნდა, ჯონ სენ-პიერი და ჯონ ჯონსი. კი ბატონო, ჟენიერი, ვერაფერს იტყვი. მოკლედ, ჟენიერი. გადაულია საერთოდ ყველაფერი, კი ბატონო. ერთი სიტყვით, მაყურებელს რომ მიმართოთ 4 აპრილს IFC ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, სადაც ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებს. ეს იქნება ბექასთვის რიგით მეორე პროფესიონალური ურთაბრძოლა და პირდება რომ მესამესაც იჭუბებს 2026-ში და წარმატებები მინდა ბექა გისურვო, როგორც შენ ნოკაუტი ნახოთ, თუმცა იცი რა არის, ხო რა, აი ნოკაუტი იქნება თუ პარტიაში გამარჯვება იქნება, მაგას არ მიყვარს ხოლმე. არა, აქვს თავარია მოვიგოთ და რეკორდი არ გავაფუჭოთ რა, ეგ არის თავარი. თან პირველი გამოსვლა ჩვენს შემატკივართან და მაინც მაგრამ ამაზე არ უნდა ვივლო, პირიქით უფრო მეტად მოტივირებული ხდები და უფრო მეტი ენერგია მეძლევა, იმიტომ რომ თბილისში, საქართველოში რამდენჯერაც ჩატარდა გრანდსლემი, ყველგან სულ სხვანაირად გძნობ. გეხმარება აქ რო ხარ, იმიტომ რომ ბევრი იძაბება. კი, ბევრი იძაბება, კი, რა თქმა უნდა. ურჩევნია რომ აი სადღაც დუსელდორფში ჭიდაო. მე ხა ძიუდო რაც მახსოვს, პირიქით აქ ყოველთვის კარგად ვიყავ.
და ძალიან ისე მშვიდად და წნარად ვამთავრებდი ხოლმე ანუ ის რომ სახში ხარ, სახლიდან მიდიხარ, წონას თან ეხა ჩემი შვილი იქნება იქ, მამა ჩემი იქნება, ეხა ეს დიდი პასუხისგებლობა, მაგრამ აი რაღაც დადებითად უყურებ, უფრო ხიარულად უყურებ. მაგარითისება გაქეკ. იმიტომ რომ ბევრი არ წნეხის ქვეშ არ ვექცევი, არ შემილია უბრალოდ. ვიცი რომ ეს ყველაფერი დამძაბავს, შევიკრები და მე დავიღლები ავტომატურად და შევწყვები მამა ჩემის წინ და ჩემი შვილის წინ და ცოლის წინ და ჯობია რომ თავისუფლად ვიყო. ხო. ისე ხო არა შემილია ის გავაკეთო მაქსიმალურად. დაღლით, აი ბოლოსკენ რომ გავიდეთ. ყველაზე ძალიან რაღლის სპორტსმენს. აი ფიქრი ხო? აი არა ჩემი აზრით, ზედმეტად რო ფიქრობს, მე ეიფორია ეწყება, მე დაძაბულობა ეწყება, რაც უფრო თავისუფლად ხარ, არიღლები, იმიტომ რომ მქონია შემთხვევა, რომ საერთოდ არ ყოფილვარ მომზადებული. მაგრამ კარგი ფიქრები მქონია, დადებითად ყოფილვარ, კი პოზიტიურად განწყობილი ყოფილვარ, არა მარტო მე, ძალიან ბევრი მინახია ეგეთი. გასულა ჩემპიონი გამხდარა. წარმატებებს დასრულეთ. ნუ ეგ ველოდებით 4-ში. კი ბატონო. ჩვენს გულშემატკივარს მობრძანდით, ძალიან მაგარი სანახაობები იქნება. ბექასთან ერთად ბევრი მაგარი. გამარჯვებას გვირდებით და თუ ნოკაუტიც იქნება, ძალიან მაგას შევხედოთ, რაი. კი. ემშვიდობებით ყველას შეხვდებით 4 აპრილს ახალ სპორტის სასახლეში.